სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ჯოშ მაგდაუელის წიგნის დურგალზე მეტის ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ჩვენი მე-13 საინტერესო რომ 13 თავად დააყო და მე-13 არის ძალიან საინტერესო კულმინაცია მე თუ მკითხავთ. და მისი სახელწოდება მან შეცვალა ჩემი ცხოვრება. უბრალოდ მე მინდა გითხრათ რომ პატარა შოკიც მოუვა ადამიანებს როცა მოისმეს მისი ცხოვრების ისტორიას. ამაზე ის საუბრობს ხოლმე ვიდეო შეხვედრებში, როდესაც ხვდება სტუდენტებს, ასევე პირდაპირადად კამპუსებში მიდის და ძალიან ესეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვისაც, როცა მოვისმინე ეს ისტორია, მისი ამბავი. ის განსხვავდება მისი ცხოვრება, სრულად განსხვავდება ჯონ მაკარტურის ცხოვრებისაგან, თუნდაც რობერტ სპროულის ცხოვრებისაგან. შედარებით შეიძლება რობერტ სპროულსაც ახლოს ჰქონდეს, იმიტომ რომ ისეც ჩვეულებრივი წარმართული ცხოვრებიდან, სეკულარული ცხოვრებიდან წამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დიდი ტრადიცია ქრისტიანობის, ყველა ოჯახი არ იყო ქრისტიანული ღირებულებებით გაზრდილი, რომ იცოდეთ, ხო? გზა და გზა ამას გამოწვევაც ჰქონდა. აღავლაპაგრობ ავსტრალიაზე და კანადაზეც. და როდესაც ესეთ საუბრებს და ესეთ დამოწმებას ისმენ, ძალიან ესე ვთქვათ, დიდ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე და მკითხველს. აი მოდით მოვუსმინოთ ახლა, მან შეცვალა ჩემი ცხოვრება. აი რა ცხოვრება ქონდა, რომელიც შეიცვალა. ამ წიგნში მე გაგიზიარეთ ის, რაც მე შევისწავლე ქრისტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად. მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობრებმა უნივერსიტეტში მათი მტკიცებების სიმართლის დამტკიცება მომიწოდეს. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ამდენი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მაშინვე შეუერთებოდი იმ იდეას და ქრისტიანი გავხდებოდი. თუმცა უამრავი მტკიცებულის მიუხედავად, ძლიერი ჭოჭმანი ვიგრძენი და ფრიად ვყოყმანობდი. ვაყოვნებდი ამ ნაბიჯის გადადგმას. ჩემი გონება კი იყო დარწმუნებული სიმართლეში, მაგრამ ეხლა მე პირადად უნდა მეღიარებინა, რომ იესო ქრისტე ზუსტად ის უნდა ყოფილიყო, ვინც ის აცხადებდა რომ იყო. ნათლად ვხედავდი, რომ ქრისტიანობა არ იყო მითი, არც ოცნებაში ჩაფლული მეოცნებების ფანტაზია და არც გულუბრყვილო ტყუილი, არამედ ეს იყო კლდესავით ურყევი ჭეშმარიტება. ვიცოდი სიმართლე, მაგრამ ჩემი ნება სხვა მიმართულებით მიზიდავდა. ჩემი ჭოჭმანისათვის ორი მიზეზი არსებობდა: სიამოვნება და სიამაყე. ფიქრობდი, რომ ქრისტიანად გახდომა კარგი ცხოვრების დათმობას და მისი კონტროლის დათმობას ნიშნავდა. გულისკართან იესო ქრისტეს გრძნობდი, რომელიც მეხვეწებოდა. აჰა, შენს კართან მდგავარ და გამუდმებით ვაკაკუნებ. თუ გაიგონებ ჩემ ძახილს და კარს გამიღებ, შემოვალ. ეს არის ჩემი პერიფრაზირება, ანუ ჯოშ მაგდაუელის პერიფრაზირება გამოცხადების წიგნიდან 3:20. კარი დაკეტილი და ჩაკეტილი მქონდა. არ მადარდებდა, წყალზე დადიოდა თუ წყალს ღვინოდ აქცევდა ის. არ მინდოდა რომ მას ჩემი ხორცების გართობა გაეფუჭებინა. ვერავითარ უფრო სწრაფ გზას ვერ ვიფიქრებდი ჩემი კარგი დროის გასაფუჭებლად. მათ კარგ დროს უწოდებდი, მაგრამ სინამდვილეში უბედური ვიყავი. მე მოძრავი ბრძოლის ველი ვიყავი. ჩემი გონება მეუნებოდა რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი იყო, მაგრამ ჩემი ნება მთელი ენერგიით ეწინააღმდეგებოდა მას. შემდეგ კი სიამაყის პრობლემა იყო. იმ დროს ქრისტიანად გახდომის ფიქრმა ჩემი ეგო დაამსხვრია. ახლა დავამტკიცე, რომ ჩემი წინა აზროვნება არასწორი იყო და ჩემი მეგობრები მართლები. ყოველ ჯერზე როცა ამ ენთუზიაზმით ახსავსე ქრისტიანებს ხვდებოდი, შინაგანი კონფლიქტი ძვინვარებდა. თუ ოდესმე ყოფილხართ ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში, როცა თქვენ პირიქით უბედური ხართ, ალბათ იცით ეს გრძნობა, თუ როგორ შეიძლება მათმა სიხარულმა ნერვები დაგაწყვიტოთ. ზოგჯერ სიტყვით ვდგებოდი, ვტოვებდი ჯგუფს და პირდაპირ სტუდენტური კავშირის გარეთ გავრბოდი ხოლმე ქუჩაში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ღამის 10 საათზეც რომ დავწოლილიყავი ლოგიში, დილის 4 საათამდე არ მეძინებოდა. პრობლემას ვერ უშვებდი ხელიდან. რაღაც უნდა გამეკეთებინა, სანამ ეს ჭკუიდან შემშლიდა. ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდი, რომ გონება გახსნილი ყოფილიყავი, მაგრამ არა იმდენად გახსნილ, რომ ტვინი ამოვარდნოდეს თავის ქალიდან. როგორც ინგლისელი ქრისტიანი აპოლოგეტი გილბერტ კით ჩესტერტონი ამბობს, გონების გახსნის, ისევე როგორც პირის გახსნის მიზანია, ისევ დაიხუროს ის რაღაცა მყარით. მე ცავდექი და გავხსენი გონება და საბოლოოდ დავხურე ეს ყველაზე მყარი რეალობისთვის, რაც კი ოდესმე განემცდია. 1959 წლის 19 დეკემბერს საღამოს 9 ნახევარზე უნივერსიტეტში სწავლის მეორე კურსზე მე გავხდი ქრისტიანი.
თქვენ რას ფიქრობთ? ახლა როდესაც წიგნის ბოლოს მივუახლოვდით, შეიცვალა თუ არა თქვენი აზრი იესო ქრისტეს შესახებ? ხომ არ გიჩნდებათ გამოწვევა, რომ მეტი წაიკითხოთ მის შესახებ, ესაუბროთ სხვებს, ვინც მას სიცოცხლე შესწირა? ვიღაცამ კითხა, საიდან იცი რომ ქრისტიანი გახდი? რამდენიმე პასუხიდან ერთ-ერთი მარტივი იყო, ამან შეცვალა მეთქი ჩემი ცხოვრება. სწორედ ეს ტრანსფორმაცია მარწმუნებს ჩემი მოქცევის ნამდვილობაში. იმ ღამეს 4 რამეზე ვილოცე, რათა მკვდრეთით აღდგარ ცოცხალ ქრისტესთან პერსონალური ურთიერთობა დამემყარებინა და მადლიერი ვარ, რომ ეს ლოცვა შესმენელი იქნა. პირველ რიგში, უთხარი, უფალო იესო, გმადლობ, რომ ჩემთვის ჯვარზე მოკვდი მეთქი. მეორეც, თქვი, ვაღიარებ ჩემ ცხოვრებაში არსებულ ყველაფერს, რაც არ გსიამოვნებს და გთხოვ, მაპატიო და გამწმინდო მეთქი. ღმერთი გვეუბნება, რომ რაც არ უნდა ღრმა იყოს შენი ცოდვების ლაქა, შემიძლია მისი მოშორება. შემიძლია ისე გაგწმინდო, როგორც ახლად მოსული თოვლი. ეს პერეფრაზირებაა ესაიას პირველი თავის პირველი 18 მუხლიდან. მესამე უთხარი, ახლავე საუკეთესო გზით, როგორც ვიცი, ვაღებ ჩემი გულისა და ცხოვრების კარებს და გენდობი, როგორც ჩემს ხსნელსა და უფალს. გააკონტროლე ჩემი ცხოვრება, შემცვალე შიგნიდან გარეთ. მაგცია ისეთ ადამიანად, როგორიც შემქმენი. და ბოლოს მეოთხე, რაზეც ლოცულობდი იყო, გმადლობ, რომ რწმენით შემოხვედი ჩემ ცხოვრებაში მეთქი. ეს იყო რწმენა, რომელიც დაფუძნებული იყო არა უმეცრებაზე, არამედ იმტკიცებულებაზე და ისტორიის ფაქტებზე და ღვთის სიტყვაზე, რომელიც მე გამოვიკვლიე. დარწმუნებული ვარ გსმენიათ ადამიანებისაგან ელვის სხივის შესახებ გაელვება მეხი, რომელიც მათ პირველი რელიგიური გამოცდილების დროს ჰქონდათ. ჩემთვის არც ისე დრამატული იყო. ლოცვის შემდეგ არაფერი მომხდარა, გულისხმობ არაფერი და ეხლაც ამ დღემდე ჯერ კიდევ არ გამომცვლა მხრებზე ფრთები, ან კიდევ თავზე ჰალო, ანუ შარავანდედი. სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავს კიდევ უფრო ცუდად გვცნობდი. სინამდვილეში ვიგრძენი, რომ ღებინება მომინდა. ჩემთვის ვამბობდი, ჯოშ, რაში გაყავი თავითქო? ფიქრობდი, ნამდვილად გრძნობდი, რომ ისეთ გზაზე მქონდა გადახვეული, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. და ღრმავ ვარ დარწმუნებული, რომ ზოგიერთი ადამიანი ასეც ფიქრობდა, რომ მოხდა. ცვლილება მყისერი არ ყოფილა, მაგრამ რეალური იყო. 6-დან 18 თვის შემდეგ მივხვდი, რომ საზღვრიდან არ გადავსვლوار. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დაახლოებით იმ დროს შუა დასავლეთის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელთა დებატებში ვიყავი ჩართული. როცა მას ჩემს ახალ ცხოვრებაზე უყვებოდი, მან შემაწყვეტინა და მკითხა: მაკდაუელ, ცდილობ მითხრა, რომ ღმერთმა ნამდვილად შეცვალა შენი ცხოვრება? მომიყევი რამდენიმე კონკრეტული დეტალიო, შემეკითხა. 45 წუთის განმავლობაში ჩემი ახსნის მოსმენის შემდეგ საბოლოოდ მითხრა: კარგი, საკმარისია. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც შესახებაც უთხარი, ეს იყო ჩემი სულის მოусვენრობა. ქრისტეს მიღებამდე ყოველთვის დაკავებული უნდა ყოფილიყავი. შეყვარებულთან უნდა ყოფილიყავი აუცილებლად, წვეულებაზე, სტუდენტურ კავშირში ან მეგობრებთან ერთად დავრბოდი კამპუსში და გონება კონფლიქტების მორევში მეფლობოდა. ვჯდებოდი და ვცდილობდი მესწავლა ან მეფიქრა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მაგრამ ქრისტესკენ გარდაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთგვარი სულიერი სიმშვიდე დამეუფლა. არასწორად ნუ გამიგებთ. მე არ გულისხმობ, რომ ყველა კონფლიქტი შეწყდა. იესოსთან ამ ურთიერთობაში ის, რაც ვიპოვე, არც ის იყო თითქოს და კონფლიქტი არ არსებობდა. რამდენადაც მასთან გამკლავების უბრალოდ უნარი შემძინა ქრისტემ ამ კონფლიქტებთან. ამას სოფლიოში არაფერზე არ გავცვლიდი. კიდევ ერთი რამ, რაც შეიცვალა, ეს იყო ჩემი ცუდი ხასიათი. მე ძალიან ხშირად ბრაზობდი და ძალიან ფიცხი ვიყავი. თუ უბრალოდ ვინმე თვალებში მომაშტერდებოდა, ნერვები მეშლებოდა. და მახსოვს უნივერსიტეტში პირველ კურსზე მყოფმა კინაღამ კაციც მოკალი ჩხუბში. ჩემი ხასიათი იმდენად ფიცხი იყო, რომ შეგნებულად არ ვცდილობდი მის შეცვლას, მაგრამ ერთ დღესაც კრიზისს წავატვი პიროვნებასთან, რომელიც ჩვეულებრივსავე უნდა გამემწვავებინა, მაგრამ აღმოაჩინე, რომ შვიდად და თავშეკავებულად ვინარჩუნებდი საკუთარ თავს. ჩემი ძველი ხასიათი უბრალოდ გაქრა. ეს ჩემი დამსახურება არ იყო, როგორც გეუბნებით, იესომ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს ანიშნავს, რომ იდეალური გავხდი. 14 წელი ისე გავატარე, რომ ერთხელაც არ დამიკარგავს მოთმინება, მაგრამ როცა ბოლოს მაინც გამოვედი წყობილებიდან, გონი იმ ერთმა შემთხვევა ყველა ის წელი აანაზღაურა, როცა კი მე თავს ვიკავებდი. თქვენ რას ფიქრობთ? თუ თქვენ ცხოვრებაში იქნებოდა ერთი სფერო, რომლის შეცვლას ღმერთს შეეძლო, რა იქნებოდა ეს? რას თხოვდით მას? იესომ სხვანაირად შემცვალა. არ ვამაყობ ამით, მაგრამ ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ბევრ ადამიანს სჭირდება იგივე ცვლილება და მინდა ვაჩვენო მათ ამ ცვლილების წყარო.
ურთიერთობა აღამდგარ ცოცხალ ქრისტესთან თუ როგორ მოხდა. ჩემი პრობლემა სიძულვილი იყო. სიძულვილის მძიმე ტვირთი მაწევდა ჩემ ცხოვრებაში. ეს გარეგნულად არ ჩანა, მაგრამ შინაგანად მღრნიდა. ბრაზობდი ხალხზე, ნივთებზე, პრობლემებზე, დაუცველი ვიყავი. ყოველ ჯერზე როცა კი ჩემგან განსხვავებულ ადამიანს ხვდებოდი, ეს ადამიანი საფრთხედ იქცეოდა და გარკვეული დონის სიძულვილით ვრიაგირებდი მასზე. მსოფლიოში ყველაზე მეტად ერთი ადამიანი მძულდა და ეს იყო მამა ჩემი. მისი შინაგანი ბუნება მძულდა. შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ ის ჩვენს ქალაქში ცნობილი ალკოჰოლიკი იყო. თუ პატარა ქალაქიდან ხარ და გიცხოვრიათ, შენი ერთ-ერთი მშობელი და ამ დროს შენი ერთ-ერთი მშობელი ალკოჰოლიკია, ალბათ მიმიხვდებით, რასაც გულისხმობ. ანუ ეს ფაქტი ყველა მიცოდა. ჩემი სკოლის მეგობრები ხუმრობდნენ, დამცინოდნენ მამა ჩემის ამ საქციელზე. არ ფიქრობდნენ, რომ ეს მაწუხებდა და მტკიოდა, რადგან მეც იძულებულიყავი ხუმრობით შევხვედროდი და ხუმრობით მეპასუხა. და ერთად ვიცინოდი მათთან ერთად. გარეგნულად ვიცინოდი, მაგრამ შინაგანად გეტყვით, რომ საშილად ვტიროდი და ვღრიალედი. ზოგჯერ როცა სახლში მივდიოდი, დედა ჩემი ისე ნაცემი ხვდებოდა ხოლმე, რომ საწყალს ადგომაც კი არ შეძლო და ძროხების უკან ნაკელში იწვა. როცა მეგობრები ყავდა სტუმრად, მამა ჩემს ბეღელში ვაბავდი ხოლმე და მანქანას ჭიშკრის უკან ვაჩერებდი. სტუმრებს ვეუბნებოდი, რომ ის სადღაც იყო წასული. არ ამგონია ვინმე შეძლოს ადამიანის სიძულვილი ისე, როგორც მე მძულდა საკუთარი მამა. ქრისტესკენ მიმავალი გადაწყვეტილის მიღებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ ღვთის სიყვარული იმდენად ძლიერად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, რომ აიღო ეს სიძულვილი, თავდაყირა დააყენა და გააქრო. შემძელი მამა ჩემისთვის პირდაპირ თვალებში შემეხედა და მეთქვა: "მამა, მიყვარხარ თქო." მე ამას ნამდვილად სერიოზულად ვამბობდი. მას შემდეგ რაც რამდენიმე რამ გავაკეთე მისთვის, რამაც ნამდვილად შეძრა იგი. კერძო უნივერსიტეტში გადასვლის შემდეგ სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოხვდი სამატყობოში, როდესაც სახლში გადამიყვანეს გამოსაჯარმრთელებლად, მამა ჩემი მოვიდა ჩემს სანახავად. საოცარია, რომ იმ დღეს ფხიზელი იყო, მაგრამ ის როგორ ჩანს, მოუსწონად დადიოდა ოთახში. შემდეგ წამოიძახა: "შვილო, როგორ შეგიძლია გიყვარდეს ჩემნაირი მამა?" მე უპასუხე: "მამა, 6 თვის წინ მეზიზღებოდი." შემდეგ გაუზიარა ჩემს მიერ კვლევის ისტორია და დასკვნები იესო ქრისტეს შესახებ. უთხარი: "მე მივენდე ქრისტეს, მივიღე ღვთის პატიება, მოვიწვიე ის ჩემ ცხოვრებაში და მან შემცვალა. ყველაფრის ახსნა არ შემიძლია მამა, მაგრამ ღმერთმა წამართვა ჩემი სიძულვილი და ჩაანაცვლა ის სიყვარულის უნარით. მიყვარხარ და მიგიღებ ისეც როგორიც ახარ." თითქმის 1 საათის განმავლობაში ვისაუბროთ და შემდეგ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი აღრთოვმარება განვიცადე. ეს კაცი, რომელიც ჩემი მამა იყო, ამ კაცმა ჩემმა მამამ, რომელიც იმდენად კარგად მიცნობდა, რომ მის მოტყუებას ვერასოდეს შევძლებდი, შემომხედა და მითხრა: "შვილო, თუ ღმერთ შეუძლია ჩემ ცხოვრებაში გააკეთოს იგივე, რაც მე შენ ცხოვრებაში დავინახე, მაშინ მინდა მიცე მას ამის შესაძლებლობა. მინდა ვენდო მას, როგორც ჩემ ხსნელს და უფალს." მე ამაზე დიდი სასწაული არ მქონდა წარმოუდგენელი. მართლაც რომ შეიცვალა ის. თქვენ რას ფიქრობთ? რატომ არის რთული ქრისტიანული რწმენის გამიჯვნა პიროვნება იესო ქრისტესაგან? ხედავთ იმას, თუ როგორ აღიქმება ეს ორი ხშირად სრულიად საპირისპიროდ? როგორც წესი, მას შემდეგ რაც ადამიანი ქრისტეს მიიღებს, მის ცხოვრებაში ცვლილებები დღეების, კვირეების, თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ხდება. ჩემ ცხოვრებაში ამ ცვლილებას დაახლოებით 6-დან 18 თვამდე დასჭირდა, მაგრამ მამა ჩემის ცხოვრება ჩემს თვალწინ შეიცვალა. იმ წამსვე თითქოს ღმერთმა ხელი ჩამოწია და შუქი ჩართო. არასდროს მინახავს ასეთი დრამატული ცვლილება. მამა ჩემ ალკოჰოლს ასმელს მხოლოდ ერთხელ შეეხო იმ დღის შემდეგ, მან ტუჩებამდე მიიტანა და მერე მომენტალურად გადააგდო სამუდამოდ. მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ: იესო ქრისტესთან ურთიერთობა ცხოვრებას ცვლის. ჩემ ცხოვრებაში კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც უნდა მეპატიებინა და მიმეტევებინა. მისი სახელი იყო უენი, კაცი, რომელიც მშობლებთან მუშაობდა. როცა მე ფერმაში ვიზრდებოდი და დედაჩემს საქმე ქონდა გასაკეთებელი და დიდი ხნით უნდა წასულიყო, უენს ავალებდნენ ჩემს მეთვალყურობას. დედა მიმაცილებდა უენთა და მეტყოდა: "ახლა უენს დაემორჩილე და ყველაფერი გააკეთე, რასაც გთხოვს. თუ არ დაემორჩილები, სახლში რომ დაბრუნდები, ცემა არ აქცდებაო." მენდეთ დედაჩემისგან ცემა ეს საშინელი რამ იყო. მაგრამ სიამოვნებით მივიღებდი ცემას, რომ ცოდნოდა ის, თუ რას მიმზადებდა უენი. 6 წლის ასაკიდან 13 წლის ასაკამდე ის რეგულარულად სექსუალურად ძალადობდა ჩემზე. როდესაც დედაჩემს უთხარი ეს, მან არ დამიჯერა მე. 13 წლის ასაკში უენს დავემუქრე, რომ თუ კიდევ შემეხები, მოკლავ მეთქი. უენმა იცოდა, რომ სერიოზულად ვამბობდი და შეწყვიტა.
მინდოდა უენი ჯოჯოხეთში დამწვარიყო და მზად ვიყავი, მეც წავსულიყავი. ძალადობის მოგონებები ტრამვას მაყენებდა, მაგრამ ქრისტესთან მოსვლის შემდეგ ვიცოდი, რომ უენისათვის უნდა მიმეტევებინა და მეპატიებინა, ისევე როგორც მამა ჩემს ვაპატიე. კიდევ ერთხელ დაუპირისპირდი უენს და უთხარი: უენ ის, რაც გამიკეთე, ბოროტება იყო, მაგრამ მე იესო ქრისტეს, როგორც ხსნელსა და უფალს ვენდობი და ქრისტიანი გავხდი. მოვედი, რომ გითხრა, რომ იესო შენთვისაც მოკვდა, როგორც ჩემთვის, ამიტომ მე გპატიობ შენთქო. ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რაც კიდევ გამიკეთებია. ამას მარტო ვერასდროს შევძლებდი, რომ არა იესო ქრისტე. თუ თქვენს გაქვთ მსგავსი ისტორია, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენც არ მოგიწევთ დემონებთან მარტო შეხვედრა. თქვენი წარსულის დაძლევა ღვთის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ. შეგიძლიათ ქრისტიანობაზე იცინოთ, მასხარა დაიდოთ, მაგრამ ის ნამდვილად მუშაობს და ის ნამდვილად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. უნდა ვთქვა, რომ იესო ქრისტე ცვლის ცხოვრებას. ქრისტიანობა არ არის რელიგია, ეს არ არის სისტემა, ეს არ არის ეთიკური იდეა, ეს არ არის ფსიქოლოგიური ფენომენი, ეს არის პიროვნება. თუ ქრისტეს ენდობით, დაიწყეთ თქვენი დამოკიდებულებისა და ქმედებების დაკვირვება, რადგან იესო ქრისტე ცხოვრების შეცვლის საქმეს აკეთებს. ასე რომ, როგორც ხედავთ, ქრისტესადმი ჩემი რწმენის პოვნა პროცესი იყო, რომელიც დაიწყო საფუძვლიანი კვლევით და გადაიზარდა შეცვლილი ცხოვრების გამოცდილებაში. როგორც ჩანს, დღეს ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის ამ გამოცდილებას. მათ სურთ ისეთი განახლებული ცხოვრება, როგორიც მე ვიპოვე, მაგრამ არ სურთ ქრისტიანობის კაცრი, რაციონალური მტკიცებულებებით გამოცდის ჩატარება და გამოკვლევის. შესაძლოა, რომ მათი უმოქმედობის მიზეზი იყოს ყოყმანი და ადასტურონ, რომ რაიმე აბსოლუტურად მართალია დღევანდელ ტოლერანტობისა და მულტიკულტურულიზმის აქცენტის ფონზე. ან იქნებ ეს გამომდინარეობს შიშიდან, რომ მათი კვლევა ეჭვებს გააჩენს ქრისტეს მტკიცებების ჭეშმარიტების დადასტურების ნაცვლად. არის თუ არა კვლევა დაბკოლება ქრისტეს რწმენისათვის? ედვინ იამაუჩის ანტიკური ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის თქმით, არანაირად არა. იამაუჩი, რომელსაც ბრანდესის უნივერსიტეტის რამდენიმე ხარისხი აქვს, ხაზგასმით აღნიშნავს: ჩემთვის ისტორიულმა მტკიცებულებმა გააძლიერა ჩემი ერთგულება იესო ქრისტეს როგორც ღვთისძის მიმართ, რომელიც გვიყვარს, რომელიც ჩვენთვის მოკვდა და რომელიც მკვეთრით აღდგა. და ეს ასე მარტივია. როდესაც კითხეს, შეასუსტა თუ არა ახალი აღთქმის ისტორიულმა მეცნიერებმა მისი რწმენა უძველესი ხელნაწერების ავტორიტეტმა ბრიუს მეცგერმა, მაშინვე უპასუხა: მან ის პირიქით განამტკიცა. მთელი ცხოვრება კითხვას სვავდი, ხოლო როდესაც ბიბლიის ტექსტს კარგად ჩაუღრმავდი და ძალზედ საფუძვლიანად შევისწავლე. დღეს უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ იესოსადმი ჩემი ნდობა ყარ საფუძველზე იყო დაფუძნებული. ორი პატივცემული მეცნიერის ასეთი ციტატები ადასტურებს ამ პატარა წიგნის დაწერის ჩემს მიზანს. ვეცადე მეჩვენებინა, რომ ქრისტეს პრეტენზიები მტკიცე ისტორიულ ფაქტებზე დგას, რომლებიც დადასტურებულია ისტორიის წინასწარმეტყველებისა და გონების მტკიცებულებებით. ფაქტების გაგება მოგცემთ მყარ სანდო საფუძველს, რომელზეც უნდა დადგეთ, როდესაც ქრისტეს მტკიცებებს საკუთარ თავზე განიცდით, ისეთ შეცვლილ ცხოვრებაში, როგორიც მე და მილიონობით სხვა ქრისტიანმა განმიცადეთ. მაგრამ ფაქტების სიმტკიცისა და გამოცდილების ავთენტურობის მიუხედავად, ქრისტიანობა არ არის ისეთი რამ, რისი ვინმესათვის ძალით პირში ჩაჭრა შეგიძლიათ. ქრისტეს მიღებას ვერავინ აიძულებს ძალით. ამიტომ შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო და მე ჩემით. ყველა ჩვენგანი თავისუფალია მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებები. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც ვისწავლე. ამის შემდეგ თქვენ რას გააკეთებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა, რომ ეს ლოცვა, რომელიც მე მაშინ წარმოვთქვი, თქვენს დაგეხმაროთ ახლა. უფალო იესო, მჭირდები. გმადლობ, რომ ჩემთვის ჯვარზე მოკვდე. მაპატიე და გამწმინდე. ამ წუთას მე შენ გენდობი, როგორც ჩემს ხსნელსა და ასევე როგორც ჩემს უფალს. მაგცია იმ ადამიანად, როგორც შენ თავიდანვე შემქმენი. ქრისტეს სახელით. ამინ. მადლობა მოსმენისათვის.